დღევანდელი ვიდეო უნდა ყოფილიყო სხვა თემაზე, მაგრამ რაღაც ისეთი მოხდა, რამაც მიფიქრა, რომ შემეცვალა ვიდეოს თემა და დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რატომ ავიწყდებათ ადამიანებს ტრავმული მოგონებები. ანუ რატომ არ გვახსოვს მოვლენები, რამაც გვატკინა. და ხშირად ხდება ასეთი რამ. მოკლედ, პირად მაგალითზე ჩავწერო ვიდეოს, რამდენიმე დღის წინ მოვისმინე, სრულად შემთხვევით, როცა შენთვის რომ ზიხარ და რაღაც საკეთებ და რაღაც იქით ოთახიდან თუნდაც გესმის საუბრის ხმა. ერთი ჩემი ახლობელი ადამიანი ეუბნება მეორეს, ანუ უყვება რაღაც ისტორიას ჩემ შესახებ, ანუ საუბარს მოყვა და უბრალოდ ახსენეს ეს თემა. და აღმოაჩინე, რომ ეს ადამიანი ყვება ისტორიას, რომელიც ჩემზეა, მაგრამ მე არ მახსოვს. და თან ეს მოხდა მაშინ, როცა ვიყავ საკმაოდ დიდი ასაკის. მაგრამ მე ამ დრომდე ეს ინფორმაცია არ მქონდა. ანუ ინფორმაცია მქონდა, იმიტომ რომ მე გადამხდა, მაგრამ არ მახსოვდა. და მაშინ დავფიქრდი ამ თემაზე. თეორიულად ისედაც ვიცოდი ეს თემა აქამდეც, მაგრამ შენ თავზე თუ არ გამოცდი, რა თქმა უნდა, არაფერს არ უხმაოდები სხვანაირად ადამიანი, ესე მოწყობილი, ამაში ახალი არაფერია. მოკლედ დავუბრუნდეთ თემას. რატომ ავიწყდებათ ადამიანებს ტრავმული მოგონებები? ფსიქოანალიზური ახსნის მიხედვით, ჩვენი ფსიქიკა ზოგ მოვლენას იმდენად მტკივნეულად აღიქვამს, რომ ცნობიერებამდე ამ ყველაფერს უბრალოდ არ უშვებს. ანუ წარმოიდგინეთ მესაზღვრე, რომელიც საზღვარზე შესულ ადამიანს სასაზღვრო კონტროლისას აღიქვამს საფრთხეთ მისი ქვეყნისთვის და უბრალოდ უკან აბრუნებს. არ უშვებს ქვეყანაში, შესაბამისად, თუ ეს ადამიანი ქვეყანაში არ შემოვიდა, მის შესახებ არც არავინ იცის არაფერი. თუმცა ჩვენი ცნობიერება ოდნავ განსხვავებულად მუშაობს, ეს მაგალითი იყო უბრალოდ, როდესაც შემოდის ეს ტრავმული მოვლენა ჩვენს ფსიქიკაში, დააიდენტიფიცირებს ჩვენი ფსიქიკა ამას, განსაზღვრავს, რამდენად შეგვიძლია ჩვენ ამის გადახარშვა ან არ შეგვიძლია და თუ გადაწყვეტს, რომ არ შეგვიძლია, უბრალოდ კი არ წაშლის ფურცელზე დაწერილი ფანქრის ნაწერივით. აიღებს ამ ტრავმულ მოგონებას და ჩაკეტავს სადღაც ბნელ კუთხეში, საიდანაც ის ვერასოდეს ვერ ამოტივტივდება, თუ კი რაღაც ესეთი განსაკუთრებული არ მოხდა, რაც დაატრიგერებს ამას და გამოიწვევს ამოტივტივებას. მაგალითად, როგორც ჩემ შემთხვევაში იყო, რომ ვიღაც საუბრობდა ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ უბრალოდ კი არ მომესმა, კარგა ხანს უსმინე დეტალებს და მერე მოხდა უკვე ამოტივტივება თავიდან თითქოს დამაინტერესა, ალბათ ესეც რაღაც კავშირში იყო ამ ინფორმაციასთან ცდომა მქონდა, მაგრამ ირიბი, ასე პირდაპირ ვერ ხედავდი. როცა დავინტერესდი, ჩავყევი, მერე უკვე ამოტივტივდა გარკვეული ინფორმაცია და პატარა ფაზებივით დაიწყო საბოლოოდ დიდი სურათი. და ამ ყველაფერს აკეთებს ჩვენი ფსიქიკა, იმიტომ რომ დაგვიცვას ამ ტკივილის განცდისგან. რაც ლოგიკურია. მაგრამ ხო, შეიძლება ხშირად არ იყოს სამართლიანი, რადგან რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენები გავიარეთ, გადაგვხდა და უცებ აღმოვაჩენთ, რომ ეს არ გვახსოვდა. ან შეიძლება ვერც აღმოვაჩინოთ, ისე ვიცხოვროთ და მოვკვდეთ. როგორც თქვი, რაც დავიწყებულია, ის არ გამქრალა. და ფროიდი ამას უწოდებდა არაცნობიერის ზეწოლას. ანუ ეს ინფორმაცია სადღაც ჩაკეტილია, ეს მოგონება, მაგრამ არსებობს და მას ირიბი გავლენა მუდმივად აქვს ჩვენზე.
შეიძლება ეს ყველაფერი არ გვახსოვდეს, მაგრამ სხვადასხვანაირად ვლინდება მისი არსებობა. შეიძლება იყოს უცნაური ქცევები, რასაც ახსნას ვერ უძებნით, იყოს უცნაური განცდები, რასაც ვერ უძებნით ახსნას, აი თითქოს იხარ და მშვიდად ხარ, მაგრამ რაღაცნაირად შფოთავ და ვერ ხვდები რა გაშფოთებს, თითქოს ყველაფერი კარგად არის გარშემო. და თურმე ამ დროს შენში სადღაც არის რაღაც ბომბი დამალული, რომლის შესახებ არც არაფერი არ იცი. ფსიქოლოგიაში უამრავი მიმართულება არსებობს, რომელიც სხვადასხვანაირ ახსნას გვთავაზობს ამ მოვლენის, მაგრამ ძირითადად ყველა ერთმანეთს გავს, რადგან უმეტესი მათგანი მომდინარეობს ფსიქოანალიზური მიმდინარეობიდან, ანუ აქედან აღმოცენებული მიმართულებებია. მაგალითად, ერთ-ერთი არის რობერტო ასაჯოლისეული ახსნა, ანუ ფსიქოსინთეზური ახსნა, რომელიც ხატოვნად წარმოაჩენს ამ სიტუაციას და გვეუბნება, რომ ჩვენი ცნობიერება გავს მზეს, გავს რა არის მზე, რომელიც მოღრუბლულ ცაზეა და ნახევრად ღრუბლებში იმალება. და სწორედ აი ამ ღრუბლებში არის მიჩქმალული ეს ჩვენი დაუმუშავებელი და ტრაუმული მოგონებები. და ერთადერთი გამოსავალი მათ მოსაშორებლად ბრჭყალებში არის ის, რომ ვიპოვნოთ ისინი, გავიაზროთ, გადავამუშაოთ და მივუჩინოთ ადგილი ჩვენს ცნობიერებაში და არა სადღაც ბნელ ბუნკერში, როგორც ეს უმეტესობა ჩვენგანის თავში ხდება. მოკლედ რომ ითქვას, რაღაცის დავიწყება არ ნიშნავს, რომ ის გაქრა. ის არსებობს და იცდის. და არავინ არ იცის, როდის ამოხეთქავს. ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ნებისმიერ ნაბიჯს, რატო უდგავთ მარჯვნივ, მარცხნივ, უკან, ან წინ, ნებისმიერი რაღაცა აიხსნება გარკვეული მიზეზებით. უბრალოდ ეს იმხელა კომპლექსური პროცესია, რომ ყოველდღიურობაში არ გვაქვს ამისი არც დრო, არც რესურსი ემოციური და ფსიქიკური, რომ ყველა ნაბიჯს ვსდიოთ და ავხსნათ, თუ აი რატომ გადავდგი ახლა ნაბიჯი მარჯვნივ და არა მარცხნივ. ეს უფრო არის ფსიქოთერაპიის პრეროგატივა და როცა ამ თემების დამუშავება გსურს, უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს, სადაც შესაბამის ტექნიკებს გამოვიყენებთ, შესაბამის მიდგომებს შევარჩევთ, ის რა პრობლემა აქვს აქედან გამომდინარე. ხო, ეს ვიდეო იყო უბრალოდ ინფორმაციული ხასიათის, თუ რატომ გავიწყდება ტრაუმული მოგონებები. და ხო, ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, იმიტომ გავიწყდება, რომ ეს არის ჩვენს დასაცავად, იმიტომ რომ ჩვენს ცნობიერებას აქვს ლიმიტები და მარტივად გასაგები რო იყოს, რასაც ვამბობ, თუ ტელეფონში ჩაწერო იმაზე მეტი ინფორმაცია არის, დატევაც მას შეუძლია, ეს ტელეფონი უბრალოდ გაჭედავს, გადახურდება, პლატა გადაეწვება და მოკვდება. და ამის მსგავსათვია ჩვენი ცნობიერება მოწყობილი. არ უნდა გადაიტვირთოს, უნდა გქონდეს სამოძრაო, საოპერაციო სივრცე დარჩენილი. და ზუსტად ამის მაკონტროლებელი არის ჩვენი ფსიქიკა.